საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2023 წელსაც ბიუჯეტის გადახარჯვით ოპერირებდა ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად გასულ წელს პროგრამაზე 1.6 მილიარდი ლარი დაიხარჯა, რაც გეგმით განსაზღვრულზე 82 მილიონი ლარით მეტი იყო. 2024 წლის ბიუჯეტის თანახმად საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამისთვის 1.3 მილიარდი ლარი არის გათვალისწინებული, რაც 2023 წლის ფაქტობრივ შესრულებაზე 27 მილიონი ლარით ნაკლებია. რატომ ვერ განჭვრიტა სამინისტრომ ვერც 2023 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბიუჯეტი, რატომ დადგა დღის წესრიგში დამატებით თანხების მობილიზების აუცილებლობა და როგორ უნდა მოხდეს ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების უფრო მეტად ეფექტიანი ხარჯვა. ანუკა ჯოხაძე გვერდდება ჯანდაცვის სპეციალისტების შეფასებებით ანუკას აღამოშილებში. ბექა, ჯანდაცვის სამინისტრო უკვე არაერთი წელია ცდილობს პროგრამის ხარჯები უფრო განჭვრეტადი გახადოს, თუმცა ამის მიუხედავად პროგრამის შექმნის წლიდანვე 2013 წლიდან ყოველწლიურად გადახარჯვით სრულდება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა. 2023 წელს ეს როგორც შენახსენე 82 მილიონი ლარის გადახარჯვა იყო, 2022-ში 86 მილიონის, ხოლო ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ამ მიმართულებით 2021 წელს დაფიქსირდა და 300.000 ლარი იყო. კითხვაზე თუ რატომ არის ყოველ წელს საყოველთაო ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხები არასაკმარისი და რატომ ხდება მათი გადახარჯვა, ჯანდაცვის ექსპერტები პასუხობენ, რომ მიზეზი სხვადასხვაა. თუმცა 2023 წელს გადახარჯვა DRG-ის მექანიზმის ამოქმედებას უკავშირდებოდა. დაფინანსების მეთოდოლოგიის შეცვლამ არ ნიშნავდა ავტომატურად გაიაფებას ერთი და მეორე ჯიბიდან გადახდის ჩაკეტვამ, ასე ვთქვათ, და ყველა კლინიკაში ერთნაირი ფასის დადება მოსახლეობისთვის უნდა შეემცირებინა და შეამცირა ჯიბიდან გადახდების წილი. შესაბამისად, წავიდა ეს წავიდა ბიუჯეტის ხარჯზე. 82 მილიონი ზუსტად დაახლოებით იგივე საბაზისო ტარიფი რაც არის DRG-ს თუ გავითვალისწინებთ, რომ 716.000 ადამიანს მომსახურა და 1490 ლარი იყო ერთ პაციენტზე მომსახურება. მეტნაკლებად განჭვრეტადი იყო, რომ ეს თანხა ესე მოიხდებოდა. ჩემს დაკაც იყო თემა, რომ როცა ეს დაიგეგმა 2023 წლის ივლისში, მაშინ ნოემბერში შემოვიდა DRG, მაშინ ესეთი ეფექტი არ გვეცოდინებოდა. კარგი იქნება თუ ეს გათვალისწინებული იქნება 2024 წლის ბიუჯეტში, თუნდაც პირველი 3 თვის თავზე. იმისთვის, რომ ჯანდაცვაზე გამოყოფილი თანხების უფრო მეტად ეფექტიანი და ოპტიმალური ხარჯვა მოხდეს, რომელსაც რეალური შედეგი ექნება, ჯანდაცვის ექსპერტები მთავრობას რამდენიმე მიმართულებით ურჩევენ ნაბიჯების გადადგმას მათ პროცესებში, კერძო დაზღვევის კომპონენტის შემოტანას და ასევე პროგრამის, რომელიც უკვე 10 წელს ითვლის მცირედით დაკორექტირებასაც. გულისხმობენ ამასთან რეკომენდაციებს შორის სახელდება სელექტიური კონტრაქტების შემოღებაც, რომელიც DRG მექანიზმის ამოქმედების შემდეგ თანხების ოპტიმალურ ხარჯვას უზრუნველყოფს. სელექტიური კონტრაქტირების კომბინაცია DRG-სთან უკვე მოგცემს ოპტიმალურ დანახარჯების სურათს, მაგრამ სელექტური კონტრაქტირება პოლიტიკურ გადაწყვეტილებებთან დაკავშირებული სენსიტიურ გადაწყვეტილებებთან, იმიტომ რომ ბევრი ის დაწესებულება, რომელიც დღეს მონაწილეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში, ვეღარ შეძლებს მონაწილეობას. შეღავათი იქნება პირდაპირ ვიტყოდი სახელმწიფო ბიუჯეტის, ასე ვთქვათ, ეფექტური მართვისთვის, რა თქმა უნდა, კერძო დაზღვევის დაშენების უფლების გაცემა. ერთი ეგ, რომელიც მათ წესით უნდა შეამსუბუქოს ეს ტვირთი, თვითონ პროგრამაც გადასახედია უკვე, იმიტომ რომ უკვე 10 წელია ამ პროგრამამ დააგროვა, ანუ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაზე მაქვს ლაპარაკი, რა ტიპის შემთხვევები ფინანსდება, არ ფინანსდება, ხო? და ალბათ გადასახედია და რაღაცა გადაწყვეტილებები იქნება აქაც მოსაფიქრებელი. ჯანდაცვის სამინისტრო ბოლო წლებია სექტორში აქტიურ რეგულაციებს ატარებს, ცვლილებები შეეხოთ როგორც კლინიკებს, ისე ფარმა ბიზნესს. ამ პროცესებმა კი წესით 2030 წლის განვითარების სტრატეგიით განსაზღვრული პრიორიტეტების შესრულებამდე უნდა მიგვიყვანოს. დარგის ექსპერტები აცხადებენ, რომ არსებობს კონკრეტული საკითხები, რომლის გადაჭრის გარეშეც არსებული რეფორმა აზრს დაკარგავს და ხელშესახებ ცვლილებებს არ მოიტანს. მათი თქმით, მთავარია რეგულაციების სწორი და თანმიმდევრული განხორციელება, რასთან დაკავშირებითაც კითხვის ნიშნებია. ის რეფორმები რეალურად, რაც დაანონსდა და დაიწყო, ასე ვიტყოდი, გაკეთდა არა, ხორცის განხორციელების პროცესში დაიწყო, ნამდვილად პასუხობს. მთავარი პრობლემა დღეს ჩვენ რასაც უყურებთ, არის სწორი განხორციელება. და განხორციელების, სწორი განხორციელებაც რა არის, ხო, განხორციელების პროცესში აღმოჩენილი ხარვეზების დროულად, მყისიერად და ადეკვატურად გადაჭრა. ცალკეული მიმართულებით მიღწეულ გარღვევას, რაც უნდა კარგი გარღვევა მიაღწიო.
გარღვევა ვერ მოიტანს იმ შედეგებს, რომელიც არის 2030 წლის იმაში, თუ ყველა მიმართულებით თანმიმდევრულად არ გააკეთა რეფორმები. მესმის პრიორიტეტული იყო წამლების თემის მოგვარება, პრიორიტეტული იყო მნიშვნელოვანი DRG-ის და ასე ვთქვათ, საავადმყოფოების და თანაგადახდების და კატასტროფული დანახარჯები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რაც წამლებთან არის დაკავშირებული და რაც არის საავადმყოფოს აი თანაგადახდის ნაწილთან დაკავშირებული, მაგრამ ის პრობლემები ვერ მოგვარდება პირველად ჯანდაცვა ხერხემალი თუ არ გააკეთო, რომ ის ადამიანი საავადმყოფოში არ მოხვდეს კატასტროფული დანახარჯები. ჯანდაცვისა და ფარმაცევტულ სექტორში რეფორმები გასული წლიდან დაიწყო, ჯერ სახელმწიფო პროგრამაში ჩართული კლინიკების დაფინანსების სისტემა შეიცვალა, შემდეგ კი მედიკამენტების ფასის ხელოვნურად შემცირების მექანიზმი ამოქმედა და გამკაცრდა სანებართვო პირობებით. მომავალი წლიდან კი კლინიკებს სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობისთვის საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვება მოუწევთ. მადლობა, ეს ანუკა ჯოხაძე იყო.